პრაგმატული არჩევანი. ასე იგი, რაღაც სარგებელს უნდა იღებდეს გეოპოლიტიკური ორიენტაციისგან შენი ხალხი და შენი სახელმწიფო. ჩვენ აი ამ ორიენტაციის სახელმწიფო ვართ 30 წელია და რა მივიღეთ? ჩვენ ვართ ხალხი და სახელმწიფო, რომელიც ვალებში იხრჯობა და ყავს პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, მარტო ხელისუფლება კი არა. ისტაბლიშმენტი, რომელიც ფულში იღრჯობა, მილიონებში იღრჯობა. პარლამენტში 150-იან კაციან პარლამენტში 40 დეკლარირებული მილიონერი ზის. ყველა ესენი არიან ბანკების და სხვადასხვა ორგანიზაციების მშობლები. სახელმწიფოს და ხალხს რომლის ქონება არის დაყადაღებული, ამათი ვალი, არ მე ამით ამინდა აღწერო, რა მივიღეთ ჩვენ 30 წელი ნატოს სახილით. აი რა შედეგები გვაქვს ჩვენ დღეს ჩვენ ქვეყანა დაშლის პირას არის აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგული და ყოველდღიურად დაბრუნების პერსპექტივა მცირდება აი ლავროვის რა თქმა უნდა ლავროვის ჩასვლა რუსეთის პოლიტიკა ხო ჩვენს პოლიტიკაზე პასუხია ვანო ჩვენს პოლიტიკაზე ლავროვის ჩასვლა აფხაზეთში აი ეს რეფერენდუმი ეს ყველაფერი არის პასუხი ჩვენს ამ ორიენტაციაზე პირდაპირ პასუხია ლავროვის ჩასვლა ეხლა ფოთში ამერიკული სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობის რასაც უპასუხისმგებლო და უკანონოდ რუსეთისგან არ იყოს ასეთი ტიპის რეაქცია ამიტომ ჩვენ ევროატლანტიკურ არჩევანზე ჩვენსაზე ამას ამბობ ჯონდი ჩვენ ვიყოთ მართლები რაღაც თემაზე ვართ მართლები და აი ამ აუდიტორიაში ახლა შემოდის ტოპი მოდის კაცი და ამბობს ვიცი რომ მე არ შემოვდიოარ აქ იმისთვის რომ ინგას დაუმიზნო დიმიტრის და ჯონდის ვესროლა ავტომატურად ჩდება აზრი რომ მაშინ ნუ მოგაქ ეს თოფია რა ის ხო დისკომფორტს ქმნის ზუსტად ეს ახლა რო გადავიტანოთ ეს ფიგურალურად თქვი ხო რო გადავიტანოთ გეოპოლიტიკურ ჭრილში ჩვენ ვეუბნებით რუსებს ვიცი რა ჩვენ აგერ სამხედრო ბაზას ვაშენებთ შენი მთავარი კონკურენტი სამხედრო პოლიტიკური გეოპოლიტიკური კონკურენტი შეერთებული შტატების ბაზის ჩვენ გვინდა აქ ნატოს არაკეტო სისტემა განვათავსოთ და მაგრამ არა ამას მოსკოვს არ უმიზნებთ მაშინ ვის უმიზნებთ ერევანს თუ ბაქოს მოდით გადავალ მე კოდეიოს უკაცრავად მოდით ყველა რა სამხედრო ბაზას ვაშენებთ? ანუ ეს ამ თემის ესე ვთქვათ, აბუჩად საუბარი, რა ბაზას ვაშენებთ? რა სარაკეტო? მე გეტყვი. საზღვაო სამხედრო ბაზას თუ არის პრეზიდენტის შრომის საფუძველი ბრძანდებით. კიდე თქვა, არასწორი ინფორმაცია გაქვთ და თქვენ გინდა არ გაქვთ ეთყობა ინფორმაცია და მე დამიჯერეთ, მაქვს ბატონ ჯონდი ინფორმაცია და შესაბამისად წვდომაც მაქვს ამ ინფორმაციაზე, რომ საზოგადოების შეცდომაში საყვანა არ არის საჭირო და რაც გვაქვს ფაქტი